გამარჯობა. აა ესე სპონტანურად მომინდა ჩამეწერა ვიდეო და მინდა გაგახსენოთ, რომ მე ვარ ნუმეროლოგიც. და მოусმინეთ ვიდეოს ბოლოში იქნება პრაქტიკა ციფრების განმარტების. ძალიან მოგეწონებათ. და აქედან გამომდინარე მე დღეს უნდა ვისაუბრო ნუმეროლოგიაზე. ცოტა ესეთი არასწორი ინფორმაციები დადის სოციალურ ქსელში და მე მოგაწვდით ჩემებურ ვერსიას ნუმეროლოგიასთან დაკავშირებით. ნუმეროლოგია ციფრები ჩვენს ცხოვრებაში. თუ კი კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ რიცხვები მთელს ჩვენს ცხოვრებას თან ახლავს. ეს უხილავი თანამგზავრები აღნიშნავენ ჩვენი ბედის მნიშვნელოვან ეტაპებს. გარდამავალ რიტუალების სახით. ციფრებით აღინიშნება ჩვენი დაბადება, ქორწინება, ქორწილის თარიღი, ნათლობის თარიღი, სიკვდილის თარიღიც კი. რიცხვები ითვლის ადამიანის ასაკს. რიცხვები აღნიშნავს ბანკომატებს, ჩვენს სახლებსა და მანქანებს, გადასახადებს, ქვითრებს და ოფიციალურ დოკუმენტებსაც საკუთარი ნომერი აქვს. რიცხვების ეს თვისება ძველ დროში შენიშნეს და მათ მისტიკური მნიშვნელობა მიანიჭეს. უძველესი ხალხი თვლიდა, რომ რიცხვები აკონტროლებენ ადამიანის ცხოვრებას და დაჯილდოებულია საკუთარი გონებით. ძველმა ბერძენმა და ბრძენმა მეცნიერმა პითაგორა შეიმუშავა საკუთარი გამოთვლის სისტემა. დღეს პითაგორას პრინციპები ცოტა იმის მერე განვითარდა ძალიან ბევრი რაღაცა ნუმეროლოგიაში და ითვლება, რომ არ არის ისე ღრმა, იმის შემდეგ უფრო კიდე განვითარდა, მაგრამ ერთ-ერთი ესეთი პითაგორას კვადრატი კარგი რაღაცაა, ასე რომ ვთქვათ რა. და მან დააკავშირა რიცხვები მზის სისტემის პლანეტებთან და მიანიჭა რიცხვები მუსიკალურ ბგერებს, დაყო ისინი ტონებად. რიცხვები იყოფა ლუწ და კენტ იღბლიან და უბედურების მომტან რიცხვებად. არავინ არ იცის ვინ გადაწყვიტა, რომ რიცხვი 13 უბედურება მოაქვს, ხოლო რიცხვი 7 ღვთაებრივ მადლს გამოხატავს. რატო არავინ არ ამბობს ამას. რიცხვების მისტიკური მნიშვნელობის ასევე არის მისტიკური მნიშვნელობის გარეშე. მაგალითად 13 რიცხვი 13 რატომღაც საზოგადოებაში რიცხვი 13 არის ესეთი ითვლება თარს ციფრად რიცხვად. ინგლისში დღესაც კი და ამერიკაშიც ძალიან ბევრი სახლებია, სადაც არ არსებობს 13 სართული. და ამ 13 რიცხვს ადამიანები გვერდსულიან რატომღაც რაღაც საკითხებში. იმიტომ რომ ძალიან უიღბლო რიცხვია. და ისმის კითხვა, მართალია რომ სამყაროს რიცხვები მართავს? ვიკიპედიის თანახმად, ნუმეროლოგია ეზოთერიზმის ის დარგია, რომელიც სწავლობს ციფრული ვიბრაციების გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე. ეს მეცნიერება ერთ-ერთი მთავარი ეზოთერული პროგნოზირების სისტემაა. ტაროსთან, ქირომანტიასთან, ასტროლოგიასთან ერთად ამ კატეგორიაში გადის ნუმეროლოგია. მე უნდა განვიხილო სხვათა შორის ამ ჩამონათვალიდან ქირომანტიის გარდა მე ვაკეთებ ყველაფერს. მე უნდა განვიხილო და დაგანახოთ ნუმეროლოგია როგორც რიცხვების ჯადოსნური მეცნიერება. მისი უძველესი განსახიერებით. ასევე ცოტა თეორიის შემდეგ მე შემოგთავაზებთ მოკლე განხილვას მთავარი ძირითადი 9 ციფრის, რომლებიც ასევე დაკავშირებული არის პლანეტებთან და თქვენ გაიგებთ თუ რა არის თქვენი ბედის ხაზის რიცხვი და რომელი პლანეტის გავლენა არის ამ რიცხვზე და თქვენს ცხოვრებაში. მას დავიწყოთ. ნუმეროლოგია. ეს არის რიცხვების მაგია. რა თქმა უნდა, ნუმეროლოგიას მაგიასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, არანაირი, მერწმუნეთ, ის პროგნოზირების სისტემაა.
თუმცა მისტიკოსები აღნიშნავენ, რომ რიცხვების მაგიურ გავლენას ადამიანის ბედზე. ნუმეროლოგიას აქვს საკუთარი ფორმულა, ფორმულა და ფორმულები, რომელიც ამბობს, რომ ნებისმიერი მრავალნიშნა რიცხვი შეიძლება რომ დავიყვანოთ ერთნიშნა მარტივ რიცხვამდე. თითოეულ ერთნიშნა რიცხვს აქვს ოკულტური მახასიათებლები, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანზე. და ეს არის პირველი 9 რიცხვი, 9 ციფრი. 1-დან 9-მდე დიაპაზონში. ნებისმიერ მარტივ რიცხვს აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სახე, თვისებები და კონცეფციების ერთობლიობა. ციფრული სათამაშო ბარათები ასევე ეფუძნება რიცხვების ვიბრაციებს, რომელთა უკან გარკვეული მახასიათებლები და სურათებია. ყველასთვის ნაცნობია ტაროს და ბანკოს ბარათები და ბევრს სმენია ბოშათა დასტის პროგნოზირების უნარის შესახებ. ეს ბარათები კი სხვა არაფერია თუ არა ციფრები. თუმცა ნუმეროლოგია მე მინდა ესეთი რაღაცა გითხრათ. ნუმეროლოგია განსხვავდება სამკითხავო ბარათებისგან. იმით, რომ მას აქვს წმინდა სამეცნიერო მიდგომა და მოქმედებს ადამიანის ხასიათზე. მაგალითად, ნუმეროლოგიის დახმარებით შესაძლებელია ადამიანის თვისებების, მისი ფარული პოტენციალის აღწერა და ცხოვრებისეული მიმართულების პერსპექტივის გამოთვლა. ამ სისტემის დახმარებით შესაძლებელია ადამიანის ნიჭის დადგენა, ცხოვრებაში მიზნის და პროფესიის პოვნაც კი. ესეთი პროფესიული სფერო. ასევე შეგიძლიათ განსაზღვროთ პარტნიორების თავსებადობა, როგორც სიყვარულში, ასევე ბიზნესში. ეზოთერიკოსები რიცხვებს მოვლენათა სერიის აბსტრაქტულ გამოვლინებად მიიჩნევენ. ანუ ცხოვრების ყველა ძირითადი მოვლენა რიცხვით ვიბრაციებშია დაშიფრული. ნუმეროლოგია ეს არის ეზოთერული და სიმბოლური ცოდნის სისტემა, რომელიც მიიჩნევს, რომ რიცხვებს აქვთ ენერგეტიკული, კარმული და სულიერი მნიშვნელობა. ნუმეროლოგია იკვლევს ციფრების ზეგავლენას ადამიანის პიროვნებაზე, ბედისწერაზე და ცხოვრების გზაზე. ნუმეროლოგიის მთავარი ძირითადი არსი, ძირითადი იდეა, ყოველი რიცხვი არის გარკვეული ვიბრაცია, ენერგეტიკული კოდი, რომელიც ატარებს თავის უნიკალურ თვისებებს და გავლენას. ციფრები როგორც კოსმიური ენა. ნუმეროლოგია ფიქრობს, რომ რიცხვები კოსმიური კომუნიკაციის ფორმაა, რომლის საშუალებითაც სამყარო გვესაუბრება. პიროვნების ანალიზი. ადამიანის დაბადების თარიღი და სახელი გარდაიქმნება რიცხვებად, რომლებსაც როგორც ნუმეროლოგი გაშიფრავს, კითხულობს და უკეთებს ანალიზს. ნუმეროლოგია არ არის მხოლოდ მათემატიკური რიცხვები. ისინი არქეტიპებია, რომლებსაც აქვთ თავიანთი სიღრმისეული შინაგანი სიბრძნე და ვიბრაცია. როგორც იუნგმა არქეტიპებზე ისაუბრა ფსიქიკის კოლექტიურ სტრუქტურაში, ნუმეროლოგიური რიცხვები შეიძლება მივიჩნიოთ სულის არქეტიპების ენად. მაგალითად, ერთიანი არქეტიპულად ასოცირდება ქმნადობასთან, პირველ იმპულსთან, განკაცებასთან. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ატარებს ერთიანის ენერგიას, ხშირად მოდის, ანუ იბადება იმისთვის, რომ იყოს ლიდერი და დაიწყოს ახალი ციკლი, შექმნას რაღაც ახალი. არქეტიპულად ესია პირველის მნიშვნელობა. მეორე ორიანები წარმოადგენს დუალობას, თანაგრძნობას, ურთიერთობის საჭიროებას. ეს არის ქალური პრინციპი, ქალური საწყისები, წყალთან ასოცირდება ასევე და მისაღები ენერგია. ორიანებს ზოგადად უჭირთ ზუსტად ამ ენერგიების მიღება და იციკლებიან ურთიერთობებზე. ამაზე კიდე სხვა დროს ვისაუბრებ. სამიანი, როგორც არქეტიპები, ისე განვიხილავ მე ახლა ციფრებს. ბევრს არა. სამიანი. კომუნიკაცია შემოქმედება თვითგამოხატვა, ის რაც ქმნის სიხარულს და ჰარმონიას. ეს არის ეს პირველი ძირითადი 3 ციფრი და მათი არქეტიპული დახასიათება.
ეს არქეტიპები ცოცხლობენ ჩვენს სულიერ დონეზე და გამოხატავენ თავიანთ თავს ჩვენს ქცევებში, არჩევანში და გამოცდილებებში. ნუმეროლოგია არის როგორც გზამკვლევი. ძალიან გთხოვთ, კარგად დაიმახსოვრეთ. ჩემი თხოვნა უღრმესი შემდეგი ფრაზები. ნუმეროლოგია არ გეუბნება რა გელოდება. ეს არ არის მკითხაობა. ის გვეუბნება რა პოტენციალი გაქვს შენ დაბადების დროს თანდაყოლილი და როგორ შეგიძლია იყო შენი გზის, ანუ შენივე ბედის ავტორი. ნუმეროლოგიაში ბედისწერა არ ნიშნავს ბედს. ეს ნიშნავს შენი შესაძლებლობების ამოცნობას და ამუშავებას, ისე რომ თავად მართო შენი სულიერი ევოლუცია, გადადგა ნაბიჯები და მოახდინო ტრანსფორმაცია საკუთარი სულის. ნუმეროლოგიის ღრმა გაგება უკვე სცილდება უბრალოდ რიცხვების დათვლას და მივყავართ ერთგვარ ენერგეტიკულ მატრიცამდე, რომელიც ციფრების საშუალებით გვაჩვენებს, ვინ ვართ ჩვენ როგორც სულიერი არსებები, რა გზით მოვედით აქ, როგორ დავიბადეთ, რა კოდებს ვატარებთ და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს კოდები ცხოვრებისეულ პროცესში. ნუმეროლოგიური ანალიზის ძირითადი ასპექტები მოიცავს სიცოცხლის გზა, გამოთვლა, ნუმეროლოგიაში რა შეგვიძლია გავიგოთ, ანუ ასპექტები, რაზე შეგვიძლია ანალიზი გავაკეთოთ, სიცოცხლის გზა. გამოთვლით ამ სიცოცხლის გზის ციფრის გამოთვლით, რომელიც ითვლება დაბადების თარიღიდან ინდივიდუალური ადამიანის, ასახავს ადამიანის კარმულ გზას, ძირითად გაკვეთილებს და მიზნებს. რა მიზნები აქვს ამ დაბადებაში. სულის რიცხვი სახელისა და მასში არსებული ხმოვანებზე დაყრდნობით, მხოლოდ სახელზეა საუბარი. მაგიტო აქ გავლენა სახელს, რაც დავარქვევთ ბავშვს. აჩვენებს შინაგან სურვილებს, მიზნებს და мотивაციას, შინაგან სულის. მაგიტო ქვია სულის რიცხვი. ასევე არის ბედისწერის რიცხვი. სრული მთლიანი სახელის გამოთვლა, სახელი, გვარი, მამის სახელი. არის სრული მთლიანი. აყალიბებს და მიუთითებს ადამიანის მისაწვდომ პოტენციალზე. სადაც შედის სულით, სადაც შედის მამის პირადი გადმოცემული და საგვარეულოდან გადმოცემული, ასე რომ ვთქვათ, ეს არის ადამიანის მისაწვდომი პოტენციალი. და ასევე შეგიძლიათ კარმული რიცხვები და გაკვეთილები გაიგოთ. გამოთვლით, რომელ რიცხვებთან არის ბლოკი, რომელი ენერგია უნდა ამუშავდეს, რა არის თქვენი კარმული დანიშნულებები, რომლებიც წამოღებული გაქვთ თქვენ თვითონ არჩეული გაქვთ, ვიდრე დაიბადებოდით თქვენ მშობლებთან, იქაც არჩეულები თქვენ მშობლებთან. ასევე შეგვიძლია ვნახოთ რეინკარნაციული ხედვა. უკვე ვისაუბრე, მაგრამ კიდე გავიმეორებ, გამოდის. ნუმეროლოგია ასევე მუშაობს რეინკარნაციული კოდებით. დაბადების თარიღი განიხილება როგორც სულიერი ხელშეკრულება, რომელიც სულმა წამოიღო დაბადების წინ, ჩვენ თვითონ. აუცილებლად გადასამუშავებელი თავისი და საგვარეულო კარმა. მერწმუნეთ, ადამიანების უმრავლესობა, როდესაც არის გაუგებრობაში და არ იცის და თავი გონია რომ დაკარგულია, ძალიან ესეთი ფორმულირება, დაკარგული ვარ, არ ვიცი რა მინდა. ეს მაჩვენებელია იმის, რომ ადამიანი არ დგას თავისი დანიშნულების გზაზე, კარმული დანიშნულების გზაზე. დაბადების თარიღი უდრის სულიერ ხელშეკრულებას იმ გამოცდილებაზე, რაც ამ ცხოვრებაში უნდა განვიცადოთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ადამიანი ვიბადებით კონკრეტულ დღეს, არა შემთხვევით, არამედ სულიერი საჭიროებით. იმიტომ რომ სულმა იცის, ვიდრე ჩაისახება, იცის თუ როდის უნდა დაიბადოს. ასევე ნუმეროლოგიით შეიძლება პიროვნული წლების გამოთვლა
ან რაიმე თარიღის, რომელიც მიუთითებს თუ კონკრეტულად თუ კი იცით რაიმე თარიღი, ან შეიძლება ასევე როგორც წინასწარმეტყველება კი არა და მკითხაობა, პროგნოზი, ნუმეროლოგიური, რომელიც მიუთითებს თუ რომელი ენერგეტიკული ციკლი მიმდინარეობს კონკრეტულ წელს ან დღეს. რა სითხოვს ეს დღე და ეს წელი იმ ადამიანისგან. იმიტომ რომ ეს უკვე საუბრობენ ამაზეც სოციალურ ქსელში. როგორ უნდა გამოვიყენოთ ნუმეროლოგიური გამოთვლით მიღებული ინფორმაცია პრაქტიკაში თუ ყოველდღიურობაში. ვიდრე ჩამოვთვლი, აქვე დავამატებ და გეტყვით, რომ თუ კი თქვენ ნუმეროლოგი თავზე შემოგახოთ წინასწარმეტყველურ რაიმე პროგრამას, გაიქეცით იქედან. იმიტომ რომ კიდე გამეორებ და ბევრჯერ ვიტყვი, რომ ნუმეროლოგია არ არის კითხაობა, არანაირად. თუ კი თქვენ ნუმეროლოგი გეუბნებათ, რომ მე შენ გიწინასწარმეტყველებ შენი ციფრებით, ჩათვალეთ, რომ არის შარლატანი და არის პროგრამირება. იმიტომ რომ ნუმეროლოგია ეგ არ არის. ანუ რაში შეგიძლიათ გამოიყენოთ? თუ კი გაევლით კონსულტაციას. არა აქვს მნიშვნელობა, ჩემთან გაევლით, ვისთანაც გინდათ იმასთან გაიარეთ. ის დაგეხმარებათ საკუთარი თავის ღრმა გაგებაში, ამიტომ არ არის წინასწარმეტყველური ნუმეროლოგია და სამკითხავ. პროფესიული და ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებაში თქვენ თვითონ ღებულობთ გადაწყვეტილებას. კარმული კვანძების და კარმული დაანიშნულების ამოცნობასა და გადამუშავებაში. ანუ ჩემი ნუმეროლოგია ესეთია, გაჩვენებს რა არის შენი კარმული კვანძი და არჩევანს მერე შენაკეთებ, ან ჩარჩები, ან გადაამუშავებ, გადააბიჯებ. ურთიერთობის შესწავლაში, როგორც პირადი, ასევე სოციუმთან. ეს გულისხმობს, თუ რა არის ის თვისებები, რომელიც შენ უნდა პირობითად შეცვალო შენ საყვარელ ადამიანთან. რომელი ცუდი თვისებებია პირად ურთიერთობაში, რომელიც ხელს გიშლის იმისთვის, რომ ურთიერთობა აწყო. გინდა სოციუმთან, გინდა პირად ურთიერთობაში. დღევანდელობაში სოციალურ ქსელში ძალიან მოდური გახდა კიდე ნუმეროლოგიური მატრიცის გამოთვლა. პირადად ჩემს ნუმეროლოგიაში მე მას სულის ენას უწოდებ. ხალხო, მე ეხლა რასაც საუბრობ, არ გეგონოთ, რომ ვინმეს მე შეურაცხყოფას ვაყენებ. არა, არანაირად, არ არის ეგ ჩემი ფორმატი. მე ვინმე შეურაცხყოფა მე ვაყენო, მაგრამ მე ერთადერთი რასაც ვეწინააღმდეგები, არის შეზოთერიკოსების არმია, რომელიც ხალხს აპროგრამებს. და ერთ-ერთი მათგანია ეს გავრცელებული მატრიცის გამოთვლა. როდესაც ხდება ადამიანის დაბადების თარიღით სხვადასხვა სახის გამოთვლა. მეც ვაკეთებ ანალოგიურ მატრიცებს ძალიან ბევრი რაღაცა გამოთვლებით და რისგანაც მე შემიძლია გავიგო, სად არის დისბალანსი ადამიანის ცხოვრებაში, დაბალი ან არასასურველი ვიბრაციები, რომელი რიცხვი არის ბევრი რაოდენობით და რომელი არა, რაც იწვევს ძალიან ბევრი ერთნაირი ვიბრაციების გააქტიურებას, ცხოვრების რომელ სფეროშია კარმული ბლოკი და სად იმალება ძალა, ენერგია იმისთვის, რომ გადადგა ნაბიჯები. ეს მატრიცა სინამდვილეში არის სოლის რუკა, სადაც ჩანს ადამიანის გზაც, გამოწვევების და განკურნების გზებიც. საკმარისია თეორია, უკვე საკმარისია, მაგრამ ერთ სიტყვას დავამატებ. ანუ იქ მე ძალიან ბევრი მომისმენია შეზოთერიკოსები, რომელიც ამ რუკას ადგენენ, რომ ესეთ პროგრამას აძლევენ ადამიანებს, რომ შენ გინდა თუ არა ამ ასაკში უნდა იყო ესე, რომელიც არის არასწორი. იმიტომ რომ ესე უნდა იყო, ეს ნიშნავს წინასწარმეტყველებას და წინასწარ არავინ არ იცის თუ რა იქნება. იმიტომ რომ დღეს რასაც გააკეთებ დღეს, ის იქნება ხვალ, მაგრამ სავარაუდო ვარიანტი, როდესაც გაქვს მიზანი და სავარაუდო ვარიანტი, რომ როგორ მიხვიდა შენ მიზნამდე, პირველ რიგში არის დღეს აქ და ახლა
ის თუ რა გიშლის შენ ხელს ნაბიჯების გადადგმაში, რომელ გზაზეც გეხარ, რატოდ გეხარ ამ გზას, ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ. ოკეი, გადავიდეთ, დავამთავროთ თეორია და გადავიდეთ პრაქტიკაზე. და დღეს პრაქტიკულად მე თქვენ გიამბობთ სიცოცხლის გზის ციფრზე. ნუმეროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღრმა მაჩვენებელია. მას ეძახიან სულის მთავარ კოდს, რადგან ის წარმოადგენს შენს ძირითად ცხოვრებისეულ მიმართულებას, იმ ენერგიასა და გამოცდილებას, რასაც სული ამ ცხოვრებაში ეძიებს, შენი პირველადი გაკვეთილებისა და განვითარების ღერძს. სიცოცხლის გზის რიცხვი ითვლება დაბადების სრულ თარიღზე დაყრდნობით. როგორ უნდა გამოთვალოთ, ვინც არიცით, თქვენივე ცხოვრების გზის სიცოცხლის გზის რიცხვი. უნდა დაწეროთ დაბადების თარიღი ფურცელზე, თქვენივე დაბადების თარიღი, შემდეგ უნდა დააჯამოთ ყველა რიცხვი. მაგალითად 14 იანვარი 1976, ხო? 1 + 4 + 1 + 1 + 9 + 7 + 6. უნდა შეკრიბოთ ნულის გარდა, სულ ყველა. უნდა შეკრიბოთ ყველა ციფრი. რა თქმა უნდა, მიიღებთ ორ ნიშნა ციფრს. ორ ნიშნა ციფრის შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ, უნდა გადავიდეთ შემდეგ. ამ შემთხვევაში არის 29. 2 + 9 უდრის 11. ისევ მივიღეთ ორ ნიშნა რიცხვი. კიდევ, ანუ დაჯამებას ვაკეთებთ მანამ, ვიდრე არ მივიღებთ ერთნიშნა მარტივ ციფრს დიაპაზონში 1-დან 9-მდე. ანუ 11, 1 + 1 უდრის 2-ს. ანუ 2 არის ჩვენი ცხოვრების ბედის ხაზის რიცხვი. ყველა ჩვენგანი ვიბადებით გარკვეულ მიდრეკილებებით, ხასიათითა და ბედისწერით და სწორედ ამას გვაძლევს ის პლანეტა, რომელიც პასუხისმგებელი იყო იმ დღეზე, როდესაც ჩვენ დავიბადეთ. მე ახლა მოკლედ განვიხილავ ასევე თქვენი ცხოვრების ხაზის რიცხვსა და გაიგებთ ასევე თუ რომელი პლანეტა გიცავს და აღწერს თქვენს ხასიათს. ორივეს ერთად გავაერთიანებ. მაშ დავიწყოთ. თუ თქვენი ბედის ხაზის რიცხვი გამოვიდა ერთიანი. ეს რიცხვი გამოხატავს მამაკაცურ საწყისებს, ნებას და შემოქმედებითობას. ეს არის ლიდერობის თვისებები, ლიდერია, ინიციატივა, გამბედაობა და თავდაჯერებულობა, დამოუკიდებლობა და დაცვა. ეს არის საწყისის სიმბოლო, ყოველთვის საწყისის სიმბოლოა. მომავლის პროექტის თესლი, ახალი რაღაც შექმნის. თუ თქვენი ბედის რიცხვი არის 1, ეს ადამიანის არის შემტევი ნებისყოფის ადამიანის შემტევი ნებისყოფის თვისებებზე მეტყველებს. ერთიანებს მფარველობს პლანეტა მზე. მზე ლიდერობის პლანეტაა, თქვენ დაიბადეთ ამბიციური მიზნების დასახვისა და მათი მიღწევებისთვის, საკუთარი ნიჭის სხვებისთვის დემონსტრირებისთვის. მაგრამ მზის უარყოფითი კარმა, ბედი ის არის, რომ ის ხშირად მარტოა თავის ბრწყინვალებაში და ხშირ შემთხვევაში ეგოიზმში გადადის ეს თავისი ბრწყინვალება. კონკურენტების აღმოფხრით ის ასევე გამორიცხავს პოტენციურ მეგობრებს თავის ცხოვრებიდან. პრობლემა ერთიანების და ანუ მზის არის ღრმად აწეული ეგოიზმი. მეორე არის ორიანი, ხო? ორიანები. თუ თქვენი ბედის რიცხვი გამოვიდა ორიანი. ეს რიცხვი სიმბოლურად გამოხატავს ქალურ საწყისებს, მოქნილობას, მორჩილებას, კომპრომისს, ინტუიციას, გრძნობელობას, სიფრთხილეს და სინაზეს. არ გააგიკვირდეთ, თუ კი თქვენ კაცი ხართ, ეს თვისებები რო ჩამოვთვალე, ნუ გგონიათ, რომ ეს ცუდია. არა, პირიქით. თუმცა ორიანს შეუძლია ადამიანი ეშმაკობისკენ წაახალისოს და ის უკიდურესობამდე მიიყვანოს. ორიანებს მფარველობს მთვარე, პლანეტა ორიანების არის მთვარე.
თორე ეს არის პლანეტა მგრძნობიარე და ემოციურად მოქნილი ადამიანის. მათი ბედი ეს არის ზრუნვა უახლოეს ადამიანებზე და ზოგადად ადამიანებზე. თვარის ქვეშ მყოფ ადამიანებს სირთულეები ექნებათ, როდესაც რაიმე გადაწყვეტილების მიღება სჭირდებათ. ისინი უკიდურესად დამოკიდებულები არიან და შინაგანი მუდმივი პარტნიორის ძიებაში. ვინმე საყრდენის ძიებაში არიან მუდმივად. გონიათ, რომ თვითონ მარტო ვერ შეძლებენ, ეს არის ესეთი ჩრდილი ორიანების. 3 და სამიანები. ნუმეროლოგიაში 3 ბავშვურ ბუნებას გამოხატავს, ბავშვურს საწყისებს. ესენია ისეთი თვისებები, როგორიცაა ოპტიმიზმი, სიხარული, სპონტანურობა, გულუბრყვილობა, დაუფიქრებლობა, სიმარტივე. სამიანებს აქვთ თანდაყოლილი შთაგონების და შემოქმედებითი იმპულსები. მათ ასევე ახასიათებს განწყობის ცვალებადობა, უაზრობა და ეგოიზმი. ადამიანები ბედის ხაზის რიცხვით 3 არ ასრულებენ იმას, რაც დაიწყეს, არ ამთავრებენ. ისინი იღბლიანი ვარსკვლავის მოლოდინში რჩებიან ხშირად და მე პირადად ამ ადამიანებს, სამიანებს ამ შემთხვევაში სასოწარკვეთილი დიასახლისების პოზიციაში მყოფებს ვუწოდებ ხოლმე ესეთი ოდნავ ხუმრობით და თუნდაც ცინიზმითაც. ოღონ აგრესიის გარეშე ეს ყველაფერი. 3-ს მფარველობს პლანეტა იუპიტერი. იუპიტერი მასწავლებლობისა და მქადაგებლის პლანეტაა. ისინი, ვინც ამ პლანეტის ქვეშ გავლენის ქვეშ არიან, ნამდვილი ბრძენები არიან, რომლებიც ასევე ძალიან იღბლიანები არიან ამავ დროს. როგორღაც ისინი ყოველთვის იღებენ იმას, რაც სურთ, თითქმის საკუთარი თავის ასეთი დაძაბვის გარეშე. ნეგატიური კარმა სამიანების და იუპიტერების ქვეშ მყოფების არის სიზარმაცე და უკან მოუხედავად გაქცევა. უკან მოუხედავად გაქცევა და არჩევანის პრობლემა კიდე დავამატებდი ერთს. უჭირთ არჩევანის გადაწყვეტილების მიღება. 4-იანები. ეს რიცხვი სიმბოლურად გამოხატავს დედამიწის ენერგიას, პრაქტიკულობას, შეზღუდვებს, საზღვრებს, კანონიერებას, სტაბილურობას. 4 არ არის მიდრეკილი ოცნებებში გადავარდეს ჩაფლისკენ. მას აკლია ფანტაზია და შთაგონება. ეს 4-იანები ეს ხალხი არიან პრაგმატისტების, ბიზნესმენების და ბუღალტერის რიცხვებია, ესეთი სტრუქტურული მეცნიერება 4-იანებისთვის დამახასიათებელია. უკიდურესი გამოხატულებები, რომელიც 4-იანებს ახასიათებთ, სიმკაცრე, რომელიც გადადის დესპოტიზმში და პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. ვიწრო აზროვნებისა და შეუფერებელ კონსერვატორიზმი არის ბნელი მხარე 4-იანების. 4-იანების პლანეტა არის რაჰუ. ეს არის სიცოცხლის უნარიანობითა და სურვილებით სავსე ადამიანების პლანეტა. ისინი მოუსვენრები არიან, მუდმივად იგონებენ რაღაც ახალს და როგორც წესი ჰყავთ მეგობრებისა და ნაცნობების დიდი წრე. ხოლო რაჰუს უარყოფითი მხარე ჩრდილი, გაფანტულობა და ინტერესების სწრაფი ცვლილებებია. რაჰუ ცოტა აგრესიული პლანეტაც არის და ეგ იწვევს სწორედ უარყოფით მხარეებს, გაფანტულობა, გადადით აგრესიაში და ინტერესის სწრაფი ცვალებადობა და ამაში გულისხმობა 4-იანების დამახასიათებელი თვისებაა, რომ არ დგავენ ბოლო ნაბიჯებს, შეუძლიათ გაწყვიტონ, იმუშაონ და ზუსტად ერთი ნაბიჯი არ ნახევარი ნაბიჯი როა გადასადგმელი გამარჯვებისკენ, იქ ანულებენ აბსოლუტურად ყველაფერს. ეგ არის რაჰუ. ბრაზობენ მე. დესპოტიზმი მანდირთვება. 5-იანები. ეს რიცხვი ცვლილებების, ტრანსფორმაციისა და მოდულაციის სიმბოლოა. ეს არის ჭეშმარიტების ძიება, მუდმივი მოძრაობა და ცვლილება. 5 უბიძგებს მის მფლობელს მოგზაურობის, ალტერნატივის, ძიების, მოდასა და ხელოვნებაში ცვლილებების კარნახს. ამ რიცხვის ქვეშ იბადებიან ინოვატორები, თავგადასავლების მაძიებლები. უკიდურეს შემთხვევაში ესეთ ადამიანებს შეუძლია
ადამიანი კრიტიკამდე, იმპულსურ ქმედებამდე და ნერვიულობამდეც კი მიიყვანოს. 5-ის პლანეტა არის მერკური. თუ პლანეტა მერკური გმართავთ და 5-იანებს მართავს, თქვენ ყოველთვის თქვენს ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურებით და სხვადასხვა აქტივობით ხართ დაკავებული. მერკურის ფარველობის ქვეშ მყოფების ბედი არის საკუთარი ჰობი აქციონ სამსახურად და ასევე სხვებისთვის სიმარტივის სწავლება. ზოგადად 5-იანები არიან ძალიან კარგი ტვინი აქვთ ბიზნესის და ის ზემოთ რაც ჩამოვთვალე ეგუშლით ხელს დამიწებაში, გადაწყვეტილებების მიღებაში. ვერ გაუგიათ, სულიერად განვითარდნენ, იფრინონ, იგულაონ, მოგზაურობებში იყვნენ, თუ ბიზნესი აკეთონ. ორი ფაქტორი. არჩევანის გაკეთება. ფული იშოვონ, თუ სულიერად განვითარდნენ. ეს არის 5-იანების ხელის შემშლელი. 6-იანები. ეს არის ჰარმონიის, სახლის, კომფორტისა და მზრუნველობის ციფრი. თანაგრძნობისა და მთლიანობის რიცხვია. 6 რიცხვის ქვეშ დაბადებული ადამიანი ბედის ხაზის რიცხვით 6-ით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ჰუმანიზმითა და კეთილი ბუნებით. გაჭირვებაში დახმარების სურვილით. ეს გარბიან, ესეთ ყველას უნდა დაეხმარონ 6-იანი. უკიდურეს შემთხვევაში, ნეგატიური მხარე ითვლება ის, რომ 6-იანმა შეიძლება ადამიანების მიმართ გადაჭარბებული ინტერესი და დომინირების სურვილი გამოავლინოს. ეს არის სწორედ 6-იანების ჩრდილი ნეგატიური მხარე. არაფერს არ აკეთებენ საკუთარი თავისთვის და არიან ესეთ სხვებზე დამოკიდებულებაში, სხვების დახმარებაში გარბიან. 6-იანებს წყალობს თვით ვენერა. ვენერა სიყვარულის პლანეტაა, იცით თქვენ და მაგიტო არიან 6-იანები ესეთები. მუდამ სიყვარულს ეძებენ თან. ვენერა პასუხისმგებელია სიყვარულსა და მაცდუნებლობაზე და არიან ესეთები 6-იანები, უბრალოდ აქ ბლოკებია კიდე სხვადასხვა თემებში გადავდივარ ახლა, მაგრამ უკაცრავად. ვენერას ქვეშ მყოფმა ადამიანებმა უნდა დაეხმარონ სხვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სილამაზის დანახვაში. მათ თავად აქვთ მიდრეკილება მრავალი რომანებისკენ. ესეთი ძალიან სექსუალურები არიან 6-იანები. და ამ სექსუალური ენერგიის ჩახშობაა კიდე პრობლემა 6-იანებში, რომ ვერ ახშობენ ამ დროს, მაგრამ ჩახშობის მომენტია, რომელიც ბლოკავს ძალიან ბევრ რამეს ცხოვრებაში. რაც შეეხება ოღონდ სექსუალურობას სწორად, ბოზობაში უკაცრავად არ აგერიოთ. მე არ გულისხმობ მაგას. სექსუალურობა აუცილებელია. რაც შეეხება ნეგატიურ კარმას, დაწყებული არასტაბილური ურთიერთობისა და არასტაბილური სამსახურის ალბათობა არის ძალიან დიდი. ნეგატიური მხარე 6-იანების კარმული, რომელიც არის ჩრდილი მაგათი, როგორც ვენერა პლანეტის გავლენად, სტაბილურობას უნდათ, მაგრამ ვერ პოულობენ ნებისმიერ საკითხში. 7-იანები. ეს არის რიცხვი არამატერიალური წესრიგის, მისტიკურის განსახიერება მიწიერ გამოვლინებაში. 7 იძლევა საგნების არსის ცოდნის სიღრმეს. 7-იანებს ახასიათებთ ეს ადამიანებს დაკვირვებისა და შედარების უნარს. ეს არის ინტელექტისა და გამჭრიახობის რიცხვი. ძალიან ესეთი ცოდნეები არიან და შეუძლიათ რომ დიდი ცოდნა ჰქონდეთ 7-იანებს. უკიდურეს შემთხვევაში მას შეუძლია გამოიწვიოს პერფექციონიზმი, ინტროსპექცია, ეჭვი და უნდობლობა. აი, ეჭვიანები არიან და უნდობლები არიან 7-იანები. ეს ცუდი მხარეებიც. ეს არის უცნობის, ზებუნებრივისა და მისტიკურის რიცხვი. და ასეთები არიან 7-იანის ბედის ხაზის მატარებლები. 7-ის პლანეტა არის კეტუ და ასტროლოგიაში კეტუ არის რაჰუს კუდი და არის ჩრდილში, დამალული ცოდნა მისტიკაზე, მისტიურზე. აი, ზუსტად ესეთები არიან 7-იანები. ესეთი ღრმა
უკვე მე ვარჩევ მაგათ და ესეთი ღრმა დამალული ცოდნის, რომელსაც თვითონაც არ აქცევენ ყურადღებას. შვიდიანები. იმიტომ რომ შვიდიანებს ასევე დავამატებ ქარი უქრის თავში. ძალიან ბევრს ფიქრობენ. აი ზუსტად მაგ სიღრმეებიდან გამომდინარე და საქმეების გაკეთება უჭირთ. პლანეტა კეტუს ქვეშ მყოფი ადამიანები უჩვეულობები და ხშირად ჩაკეტილები არიან, უკვე ვთქვი. მათ მოსწონთ ისეთი რაღაცეების კეთება, რაც როგორც წესი ყველასთვის უცნაურად ჩანს. იოგა, ასტროლოგია, მედიტაცია, რაც ესეთი დამალულის ამოხსნასთან არის კავშირში. მაგრამ თუ ისინი ისწავლიან სხვების შეფასებას, ყურადღება არ მიაქციონ, თუ რა სიტყვის სხვები, მაგიტო ფიქრობენ ძალიან ბევრს, მათ შეუძლიათ ნამდვილი წარმატების მიღწევა საკუთარ ცხოვრებაში. ასე რომ შვიდიანებო, ნუ ფიქრობთ იმაზე, თუ რა სიტყვის სხვები. რვიანები, ეს რიცხვი მატერიალურ სამყაროს გამოხატავს, ფულს, ამბიციებს, მიღწევებს. 8 კარმული რიცხვიც არის სამავდროულად, რომელიც საგვარეულო თან არის პირდაპირ კავშირში, რომელიც განასახიერებს სასჯელს და გამართლებას, სამართლიანობას და ძალას, შურისძიებას და ანგარისწორებას. ცუდი მხარე რვიანის გამოვლინებაში არის ის, რომ მას შეუძლია ცინიზმისა და თავმოყარეობამდეც კი მიიყვანოს რვიანებმა თვითონ თავისი თავი, ასე რომ ვთქვათ რა. ეს ცუდი მხარეა რვიანის. რვიანს მფარველობს პლანეტა სატურნი. სატურნის მიერ მართული გამოირჩევიან პატიოსნებითა და სიმკაცრით. ისინი ყოველთვის ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და უზრუნველყოფენ, რომ სხვებიც პასუხისმგებლიანი იყვნენ. სატურნელების უარყოფითი კარმა არის ზედმეტი სიმტკიცე, სიცივე და ემოციური სიმშრალე. რვიანების პრობლემა ზოგადად ეგ არის, ემოცია. ან ძალიან ფეთქებადი, ან ძალიან მინორში. ოკეი, და 9. 9 ეს რიცხვი იდეალიზმს, სრულყოფილებას, კეთილშობილებასა და თავდადებას განასახიერებს. 9 რიცხვის ქვეშ დაბადებულებს აქვთ წყალობა და თანაგრძნობა, ადამიანობა და ადამიანურობა. უკიდურესი ცუდი გამოვლინების შემთხვევაში 9-მ შეიძლება გამოიწვიოს მესაკუთრეობა, სრულად ფლობის სურვილი. 9-ის პლანეტა არის მარსი. მარსის მოწოდებაა მოქმედება. უჭირთ ზოგადად 9-ებს მოქმედება, მარსელებს უყვართ სიჩქარე, თავიანთი სურვილები და არაფრის წინაშე არ ჩერდებიან. შეხედეთ, რამდენადაც არ მოქმედებენ 9-ები, იმდენად სწრაფები არიან. ანუ ბალანსიურს დაჭერა, ოქროშუალედის დაჭერა უჭირთ 9-ებს. ან არიან ესეთი განდეგილები, არ აკეთებენ არაფერს, ან გარბიან. მარტივად რო ვთქვათ რა. მათი ბედი მიზნების მიღწევაა და ყველას აჩვენონ, რომ საკუთარი სურვილების მიხედვით ცხოვრება შესაძლებელია. ეს იყო ის ინფორმაცია, რომელიც ამჯერად მინდოდა მე თქვენთვის მომეწოდებინა, ციფრებთან დაკავშირებით და ნუმეროლოგიასთან დაკავშირებით და პლანეტებთან დაკავშირებით. მადლობა, გააუზიარეთ ჩემი და გამოიწერეთ ჩემი არხები და გვერდები და კონსულტაციისთვის მომართეთ პირადში. მადლობა.